და ადამიანი ამ ყველაფერს უყურებს და აღშფოთ და დაუშვათ მთავრობაზე რა. გაბრაზდა ეხა რომ ბიჭო ბოლო ჩაკეტეთ რა ეს საზღვრები რა და გაბრაზებულია მთავრობაზე რა. და შევიდა Facebook-ში და გადაწყვიტა რომ მთავრობა ლანძღოს რა. მთავრობამ საკანონმდებლო დონეზე ეგ აკრძალა. აღარ შეიძლება. არ შეგილია. რატო არ შეგილია, იცი? ჯარიმას დაგიწერე. აი, მთელი თვე ხო იმუშავე რომ რაღაცა ოჯახს 2 კაპიკი მიუტანო და აღმოაჩინე რომ აი შენ ბავშვებისთვის რო შრომობ რომ ესენი გაიზარდონ, ამ მთავრობამ ისე იყო ჩაღარო შენ რომ ბავშვებს დი ეგენი არაბეთში გაიზდებიან და არა საქართველოში და გამწარდი რა და აპირებ რომ ამ მთავრობას აგინო Facebook-ში. მთავრობა მოვა და აი მაგ ბავშვებს მშიერს დაგიტოვებს თუ აგინე Facebook-ზე. კანონი შევიდა წავა. ეგ რატო იცი? ეგ იმიტომ რომ ეგ იმ პრობლემათა სიაშია ეგ საკითხი, რომელიც აწუხებს მთავრობას. ეგ საკითხი ანერვიულია. მაგაზე ღელავს. კი, მაგაზე ღელავს, მაგრამ აი ნახე, მაგაზე არსებობს აი რაღაც ნაწილი, რომელიც აი ზედმეტად ძდილობიანია და მართლა წერდნენ თავიდან რო აცხადებით, რომ აი ესეთი იდიოტური გიჟური კანონის მიღებას აპირებენ, ну კი, მაგრამ აი ძდილობიანად უცენზურო სიტყვები ხო არ შეიძლება და მოდი აი ცენზურის ფარგლებში აკრიტიკებენ. წყევლასაც კრძალავ. და მე რო ჩაეკითხე რომ აი წყევლა და აი რა იგულისხმება და აი რაღაცა ცილის წამებლური ნეგატიური გამონათქვამებით შეიძლება ხო შეიძლება ჩაითვალა. მოდი მოусმინე. ხო, ნახოთ მოდი რა, ეგ საინტერესო ვიდეო არის მართლა. წყევლას გააჩნიათ ერთ-ერთი ადამიანმა, რატომ უნდა დაწყევლოს მეორე ადამიანი. ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი, ნამდვილი ტერორი, ისეთი, რომელიც გაწერილია კონკრეტულ გეგმაში. და გეგმის მიხედვით ხორციელდება ეს ყველაფერი. იქნება წყევლა, გინება, სხვადასხვა შეურაცხყოფელი სიტყვის გამოყენება, იქნება ეს საიდანაც გინდა, ეს არის ორი მთავარ მიზანს ემსახურება. ერთი არის რომ ეს ტერორი განხორციელდეს ინტენსიურად, მუდმივად და მეორე არის რომ შეიქმნას არასწორი ტრენდი თითქოს და ეს ხორციელდება აღშფოთებული ხალხის მხრიდან. ეს არის ის სიძულვილის ენა, ეს არის შეურაცხყოფა, ეს არის ის უარგუმენტო ცილის წამებითი და პირდაპირ შეურაცხყოფითი მიდგომები, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში დაფინანსებული, თან მით უმეტეს ხაზგასმით ვამბობ, დაფინანსებული უცხოეთიდან ხორციელდება და ხდება და ეს ყველა ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცა. რა ტექსტი მოყვება მე მოვლაულას ისიც ყურადღება მიაქციეთ და გაიგეთ რა. არ არის ეს სიმღერის ნაწილი. ფეხბურთის მოედანზე მაგას არავინ არ მღერის. ეს არის დაფინანსებული რადიკალიზმი, რომელიც უნდა შეწყდეს. ანუ შეურაცხყოფა, გინება, წყევლა, სხვადასხვა შეურაცხყოფელი სიტყვების გამოყენება, უარგუმენტო ცილის წამება, რომელიც შეურაცხყოფელი შეიძლება იყოს. აი ეს ყველაფერი შეიძლება დასჭადი კი არა, დასჭადი გახდა. ანუ აი მოდი სხვანაირად. თან მარტო მთავრობის მე როგორ გასაგებად, მე როგორ ხალხის მიმართ ვარი მაინტერესებს. აი მოდი გასაგები. ჯერ მოდი აი მარტივად გასაგები რომ იყოს მეგობრებო რა კანონი მიიღეს რა. აი ბოდი მან დავაკრიტიკებ. აი მას რომ ვიღაცა ისმენს, ბევრს რა გონია იცი რომ ზოგადად გინება აიკრძა. არა. ხო და აი უყურე მთავრობის მიმართ ზოგადად არა აი შენზე დენდის გინება როგორც ადრე იყო ისი არის. მარტო შენ უნდა იმოქმედო. აი შენ ვინმე თუ შეგაგინადე და შენ უნდა იმოქმედო, მაგრამ მთავრობაზე არა. მთავრობაზე დედის გინებაზე პოლიცია შემოვარდება და დაგაჯარება. ერთი წამი დავაზუსტებ. მთავრობის გინება აიკრძალა, შენ დავაზუსტებ, ერთი წამი დავაზუსტებ, ეს მნიშვნელოვანია. ნახე, მთავრობას შეუძლია გაგინოს. ხო, მთავრობამ რო შენ გაგინოს შეიძლება, მაგრამ შენ რომ მთავრობას აგინო არა. ხო, აი ეგ არის მნიშვნელოვანი რა, მოკლე შინაარსი ამ კანონის ეგ არის, რომ აი კონკრეტულად აი რაღაცა პრობლემის გადაჭრა ხო უნდათ ახლა მთავრობას და ხო რაღაცა არიციან ამათმა ეს არაბები რო შემოდიან ხო არიციან ეგ უნდა აუხსნათ, მაგრამ აი ეს გინების საკითხი ეგ უკვე იმხელა პრობლემაა
ეგ უკვე იმხელა პრობლემა ამათვის რომ ეგ ყისიერად მიიღეს, ეგ ყისიერად გამოასწორეს ეს პრობლემა. და რა არის იცით აი ეხლა ხო ფაქტია რომ ეს ხალხი ამ ქვეყანას რასაც უნდა იმას აკეთებს. რასაც უნდა იმას აკეთებს. და მაგის უფლება მიეცით თქვენ. ხო, იმიტომ რომ ნუ რაღაც ერთპიროვნული მართლობა აი ხო და შედეგი ამ ერთპიროვნული მართლობისა არის ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ. ანუ ყველაფერს ფასი აქვს. ყველაფერს აქვს თავისი ფასი. შენ რა შედეგსაც გააძლიერებ, რა მოცემულობასაც გააძლიერებ, ის მოხდება, მერე. ხო და ყველაფერს ფასი აქვს. შენ რო რაღაცას მიეცი დიდი ძალა, იმა ხო ჩათვალა მერე, ხო ჩათვალა რომ ეხა მე შემიძლია აქ უკვე იმხელა ძალა უფლება მაქვს, რომ მართლა რაც მინდა ის ვაკეთებ. მართლა რაც მომინდება, იმას გავაკეთებ, ხო? მაგ ხელა ძალა უფლება ხო აიღო. რეკორდული ხმები აიღეს. ხო და მაგ მოცემულობაში რა უნდათ? ეხა ირკვევა რა უნდათ? რა უნდათ? ისთვის უნდათ ხელისუფლება ხო გაირკვა? ხო გაირკვა რომ ეხა ამათი გინება აიკრძალა ინტერნეტში გინება. ინტერნეტში ირადად გინება კი არა. გინება კი არა. არა, გინება არა. გინება არა. კრიტიკაც აიკრძალა. აი, კრიტიკა იმ უარგუმენტო კრიტიკაც არ შეიძლება. იმიტომ რომ ეგ ცილის წამება. ანუ, აი, მოდი, ვინაიდან დღევანდელ თემაზე ვსაუბრობთ, აი, მოდელირება გავაკეთოთ. აი, მანქანით მიდიხარ, სადღაც ცოლშვილთან ერთად, რავი, შენს მშობლიურ იმაში, მხარეში, შენს უბანში, რაღაც სადღაც მიდიხარ და ვიღაც ბანგლადეშელები და პაკისტანელები დადიან და არ გატარებენ. შლაგბაუმი გაგიკეთეს და no way და რა ხდება რა no way და ანუ მიდიხარ და ვინ შენ აქ შემოგიყვანა იმის და წახვედი რა ეს და თავრობიდან მოგივიდა ჯარიმა. და თავრობის გინება არ შეიძლება, კაცო, უნდა აიტანო, აბა. ხო, მეორე, აი ამან შეიგინა და ვიღაცებმა უთხრეს კიდევაც, აი ძალიან ძდილობის მოყარე ქოცმა ამ პრობლემა, რომ კი მარა ეს უცენზურობა როგორ შეიძლება და ამან ნუ აი ჯარიმასთან ერთად აი სიმწრით მოიკრიბა ყველა ძალა და ნუ აი გინება აღარ დაწერა, მაგრამ ეს არაკაცისა, ეს ვიგინდა რა ესა. როგორ ჩაუგდო ხელში საქართველოს გაყიდა ამ მოღალატემ და ამაზეც ჯარიმა. ანუ თან ამან ვიდეო კი არა დაწერა უკვე კომენტარი, იქნებ ხმაზე ბრაზდება მოსამართლე. დაწერილ კომენტარზე ჯარიმა ხალხო. საგიჟეთი ხდება რელიგიის შეურაცხყოფაზე ვერ მივაღებინეთ კანონი, რომ აკრძალული იყოს რელიგიის შეურაცხყოფა. ხალხი ითხოვს კრეხელობა და რელიგიის შეურაცხყოფა აკრძალეთ. ხალხისთვის აღმაშფოთებელიო ფაქტები ხდება. ეგ ვერ ავაკრძალინეთ და ამათი დედის გინება აიკრძალა. ბიჭო, ეგეთი რაღაცა ვის მოაგონდა? უფრო კიდე რო ჩავიდა. აი წარმოიდგინეთ ხა, მაგალითად ვოლსკი ხო ლაპარაკობდა, ეხა ვიდეო იყო, ვოლსკი ლაპარაკობდა, ხო? აი ვოლსკის ხო აქვს Facebook-ი. აი ვიღაცა მოქალაქე მაგალითად რო შევიდეს ვოლსკისთან კომენტარებში და პოლიტიკურ თემაზე მოუვიდეთ აზრთა სხვადასხვაობის გამო შეკამათება. დღევანდელი კანონმდებლობის მდგომარეობა ეგეთი არის, რომ ვოლსკიმ იმას დედიზულები რო აგინოს შეუძლია და იმან ვოლსკის რო შენი კუბო დავდგიო და უწეროს მაგაზე ჯარიმა არის. კანონი ეგრეა ყოველ შემთხვევაში რა. და აი მე მაინტერესებს იმ ადამიანის ფსიქოლოგია, ვინც ამას მოიწონებს. ანუ მოიწონებს რას იცი? მასზე გინება რომ მოსულა კანონით. და მთავრობაზე გინება ამისგან რომ ამოსულა. ანუ მთავრობამ ამას რო აგინოს. ეგ კანონში წერია რომ მოსულა, მაგ ხალხის ფსიქოლოგია ხო საინტერესოა, ბიჭო. შენზეც მაინც აკრძალულიყო, ყველაზე აკრძალულიყო. ეს რა უბედურებაა, შენზე გინება შეიძლება იმაზე აიკრძალა და გიხარია.
რა ხალხია ესეთი და რა ჯიშის ხარ ბიჭო რა ანუ აი რაო მამა მარჩენალზე რაღაცა თქვაო იმაზე უნდა აი ჩვეულებრივად დათათუთაშხიას ამაზე მოსულა ხოხდები ბიჭო ეგ სცენა აი ჩვეულებრივად თვალწინ ეგ სცენა მიდგას რა აი ჩვეულებრივად ერთი ეგ არის ხო აი რაღაცა რო ხდება ანუ რას დაემსგავსეთ და თავის ლოგიკური რა არის იცი ეხა ჩვენ რო ამას ხსნით ოცნების მხარდამჭერი ჩვენ რო გვიყურებს ლოგიკურია მე რომ ნაცებზე უარესი ხართ თქვენ მაგას რო აკეთებს კაცო იმ დათათუთაშხიაში ეგ მომენტი რო არის რომ რა თქვეს ამათ მამა მარჩენალზე და მამა ძაღლიო და დასცხეთ მაგათ ბიჭებო ეგ ხო კლასიკაა ბიჭო ანუ ეხა რო აი კოდსო ეხა რო უხსნი რომ ნახე შენი პარტიის ლიდერზე შენ გინება არ შეგიძლია და შენი პარტიის ლიდერმა შენ რო გაგინოს ეგ შეიძლება ეგეთი კანონი მიიღესო რო გიხსნი შენ ქართული ოცნების მხარდამჭერო მაგაზე შენ მოდი გულწრფელები ვთქვათ ეხა ხო გიჩდება განწყობა რომ ჩვენ გაგულანძღო მოდი გულწრფელები ვიყოთ მართლა ხო ეგ განწყობა გიჩდება და მე გეტყვი კითხვა არ გიჩდება რა მე კითხვა არ გიჩდება მე აუხსნი რა მან რა ენერგია მუშაობს ანუ რატო გიჩდება ჭეშმარიტებაზე აგრესია რა და მიუღებლობა. სინამდვილეში არსებობს კატეგორია ადამიანების ხა იმ კატეგორიას არ გულისხმობ, რომლებსაც აი პირდაპირი კონკრეტული დაინტერესება აქვს. ხა იქ ტენდერში იგებს, თვითონ ამთავრობა, იქ გასცემ იმას ფეხებზე კიდე, არც ბრაზდება ის თავის იმ კორუფციულ სქემებს ალაგებს. აი ჩვეულებრივი ადამიანია, რა ვიცი, არც დიდრულად არ ცხოვრობს, არც მაინც და მაინც ღარიბი არ არის. ან შეიძლება ღარიბიც იყოს და ეხა ჩვენ რაზე ვსაუბრობ, ამაზე ბრაზდება. გვიბრაზდება რა თვალსაზრისით, რომ მთავრობას რატო გვიგინებს ეს ხალხი. როგორი რაღაცა, იცი, მან არსებობს ორი ენერგია. ერთი ენერგია, როდესაც აი ბრმად გჯერა ვიღაცის, ან რაღაცის მიუხედავად იმისა, რომ შავ თეთრზე არგუმენტები და ფაქტები დევს და მაგას წერს თაყვანის ეს ნუ ეგ რაღაცა ხო ეგ ძალიან დაბალი ინტელექტია. და არსებობს კიდე ერთი კატეგორია, რომელიც ხვდება ამას. მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო არ უნდა ამ რეალობის მიღება და დაჯერება და საკუთარ თავზე ბრაზდება ქვეცნობიერში. ოღონდ ამას საკუთარ თავთანაც არ აღიარებს, მაგრამ ქვეცნობიერში საკუთარ თავზე ბრაზდება, რომ მე რატო ვარ ამ პოზიციაზე. ეს ქვეცნობიერში ილექება და თავდაცვა, ანუ ცნობიერების თავდაცვა, რომ საკუთარ თავს არ ავნოს ამ აი აგრესიას და აი ამ ნეგატიურ გარკვეულ მერე ენერგიას სხვაზე, შენზე, ვინც რეალობაზე გელაპარაკება, მაგაზე ამისამართებს. ეგ ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური მომენტი. ამიტომ თუ ეხლა ჩვენ ეხა გვისმენთ ამ თემას გულის სიღრმეში იღებთ და ეგრე მიგაჩნიათ როგორც ვამბობთ, იმიტომ რომ ფაქტია და მაინც ჩვენზე ბრაზდები, სიამოვნებაში შენ თავს უბრაზდები. სიამოვნებაში ჩვენ კი არ გვიბრაზდები, საკუთარ თავს უბრაზდები, რომ შენ არ ყოფნის არც გამბედაობა, ან სხვა რაღაცა, რომ შენს ამ პოზიციაზე იყო. აი ეგ ხალხი საკუთარ თავს მაგიტომაც უნდა გაუბრაზდეს, ზოგადად გაბრაზებული უნდა დადიოდეს საკუთარ თავზე. ეგ ხალხი აი გეტყვი რატო რა, აი რასთან გვაქვს საქმე? უბრალოდ აი შინაარსობრივად თავრობის გინება არის როგორი რაღაცა, იცი? აი თავრობა არის ჯგუფი, რომელმაც ხელში უჭირავს, რომელსაც მთელი ქვეყნის ბიუჯეტი და მთელი ქვეყნის ქონების და ძალოვანი სისტემის განკარგვის საშუალება. ანუ 30 მილიარდის წელიწადში და იმის იქით აი რაც ქონებაა მთავრობის ბალანსზე ყველაფრის მთელი ძალოვანი სისტემის და მთელი ბიზნეს ელიტის თან რომელიც დამოკიდებულია მასზე რომ არ დამაჯარიმონ და რაღაც. ანუ ამ ქვეყნის პატრონია და ჩვეულებრივ ადამიანს, რომელსაც აი დაპატრონება რომ მოახდინა რაღაც მცირე ჯგუფმა მთელი ქვეყნის თუ რამე დარჩენია ზემოქმედების ბერკეტი არის რაღაცა თქواس იმაზე, ეს რაღაცა სიტყვა დაწეროს და ეს სიტყვა თუ დისკომფორტული იქნება
შეიძლება ამითი შეწუხდეს ხოლმე. ეს არის ერთ-ერთი აი ცოტა ზემოქმედების ბერკეტი, რაც ხალხს დარჩენილი ქონდა. ჩავამატებ რა. აი პირველი ხელისუფლების ფორმები რო გაჩნდა რაღაცა ხამურაბის კანონებიდან დღემდე. ყველა ხელისუფლებასთან არის ერთი და იგივე პრობლემა, რომ ხელისუფლება მიდრეკილია, რომ ხალხი დაიკიდოს. ხო ეგ ყოველთვის ხო ეგ პრობლემა იყო, რავი, ძველ საბერძნეთში, რომში, შუა საუკუნეებში, რავი, ეხლა, მერე მომავალშიც ეგრე იქნება. ხო, რომ ხელისუფლება მიდრეკილია, რომ ხალხი რო ეუბნება, რომ უკაცრავად შიმშილია, უსაფრთხოება არ გვაქვს და უკანონობა არის. რამეს ხო არ გააკეთებდით, ეგრე რომ ხალხი მიმართავს, ხელისუფლებას კიდია. ყოველთვის ხელისუფლებას რო რამე გაიგო, მაგისი ფორმა იყო, ხალხი რო რაღაცა ისეთ ფორმებში გადადიოდა, ბოლო-ბოლო თქვენი რაღაცა გააკეთეთ, შეიძლება პატარა შანსი იყო, რომ ვინმეს რამე ეგრძნო. ხო და აი ნახე. ბოლოს ეგ მიდიოდა ხოლმე, ვიღაცები ჯანყდებოდნენ რა და ეხლა როგორი სიტუაცია იცი, რომ თქვენ გეთაყვა აწი წერილობითი ფორმით გამოაგზავნეთ ხოლმე ძდილობიანი ესენი რა ქვია რა არ მოგწონთ და თუ მოგვეწონა მაგრამ აი ამაში გადავიდა ეს ყველაფერი და მანდ არის ერთი კითხვა არის რა აი მე მაქვს ეგეთი კითხვა ხალხო აი გინების აკრძალვა არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ანუ ადამიანის ერთ-ერთი უფლების შეზღუდვა არის მე რა კითხვა მაქვს იცით? თუ ადამიანის ერთ-ერთ უფლებას, სიტყვისა და გამოხატვის უფლებას ზღუდავთ. რისთვის ზღუდავთ, მაგას მნიშვნელობა არა აქვს. მთელი ეს პერიოდი, აი თქვენ ოცნების მხარდამჭერები რო დარბოდით, რო ოცნება გაკონსერვატორდაო. სანამ ეგენი არ გაკონსერვატორდნენ თქვენი ჭკუით, მანამდეც დიდი ხანი ჩვენ დავდიოდით და ვამბობდით. ხატის ღმერთის და ეკლესიის შეურაცხყოფა და ჩვენი წმინდა მეფეების პრეზერვატივებზე მიხატვა და ეგეთი ჩათლახობები მოდი კანონით ავკრძალოთ. ერთ-ერთი მოთხოვნა მათ შორის საპატრიარქოსიც იყო, რომ სარწმუნოების და მორწმუნეთა რელიგიური გზნობების შეურაცხყოფა აკრძალეთ. აი მაგ მოტივით სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა რომ მომხდარიყო მესმის რა ხდება აი ხატს ვიღაცამ საღებავი არასხას ღმერთს არაგინოს და თამარ მეფე პრეზერვატივზე არ დაახატოს ეგრე რომ ზღუდავთ გამოხატვის თავისუფლებას მესმის მაგრამ გიავოსკის ვინმე შენი კუბო დავდგიო ეგ არ დაუწეროს მაგას ზღუდავთ და ქრისტეს გინებას უტოვებთ გამოხატვის თავისუფლებას. ეგ არის ყველაფერი, რაც უნდა იცოდე ქართულ სახელმწიფოზე და ამ მთავრობაზე. ქრისტეს გინება დღეს საქართველოში გამოხატვის თავისუფლებაა და ყობახიძის არა. სხვათაშორის სუნძის უწერია რა, აი მის სახელმწიფოს წარმატების ფორმულა რა, ერთიანდებაში. კონკრეტულ სახელმწიფოში რა არის წახალისებული და რა არის აკრძალული, მაგით მიხვდებიო რანაირი სახელმწიფოც არის. ანუ საქართველოში როგორც ზურამ აღნიშნა ქრისტეს და ღმერთის გმობა შეურაცხყოფა ნებადართულია და წახალისებულია ლიბერალურ წრეებში ეგ ითვლება. მაგალითად თეატრს თვითონ მთავრობა აფინანსებს, რომელიც მაგით ეგეთებს ვიღაც კვერცხებს აფინანსებს მთავრობა, ეგეთ იმებს რო დგავენ სპექტაკლებს. ანუ წახალისებული ფულს გიხდიან რომ ეგეთი რაღაცა ჩაიდინო და სამაგიეროდ ნუ თავრობას რო შეაგინო ასეთი კანონები რატო გაქვს ამაზე დაგიგია აი როგორი რაღაცა აი თავრობაზე რო ხსნიდი რომ არის მართავს ბიუჯეტს ქონებას ქვეყნის მთელი ძალოვანი სტრუქტურა უზარმაზარი ბერკეტებია ხელში აღებული და შენი ცხოვრება დამოკიდებულია მასზე ამიტომ აი სტანდარტი გავრცელებული რატოა რომ აი თავრობას აქვს თმენის თავრობის წევრი თმენის ვალდებულება აქვს რატოა ეგ ასეთი დაუწერელი სტანდარტი იმიტომ რომ ვიღაცა ვისაც უზარმაზარი ძალაუფლება ხელში აქვს და შენი ბედი მის ხელშია და ბუნებრივია რომ
გადაცდომებზე, ხარვეზებზე, დაუდევრობაზე, ან შეიძლება სამართლიან თუ უსამართლოდ, მაგრამ მისი პრივილეგირებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრ ადამიანს ექნება ხოლმე მასზე უკმაყოფილება და გამოთქვამს ხოლმე ამ უკმაყოფილებას და მთავრობა თუ მაგ პასუხისმგებლობას იღებს, რომ ამ ხელა ძალაუფლება ხელში აიღო, პრივილეგია თმენის ვალდებულება მორალური თვალსაზრისით დააქვს. კანონში ხალხს ჩაუწერეს თმენის ვალდებულება მთავრობის მიმართ, ესეთი რაღაცა გაგიგია. ამ თვითონ კი აღარ აქვს, თვითონ არაფერი თმენის ვალდებულება არ აქვს. აი აგინებენ, პირდაპირ იგინებენ, აი პრობლემა არ აქვს, ხო ჩვენზე რო ამბობდნენ. კი, მაგრამ ალტინფო იცი რა, კი კარგს და სწორს ლაპარაკობს, მაგრამ ცოტა უცენზურო ლექსიკა არის. ლექსიკა იყო ჩვენი პრობლემა. ამომრჩევლები რო იძახდნენ და პარლამენტარები იგინებიან, ბიჭო, თავპირს ალეწავენ, იგინებიან, ზღვარი არა აქვს. მათ ლექსიკას პირდაპირ პარლამენტში და თმენის ვალდებულება ჩაუწერეს ხალხს. ეგეთი რაღაცა გაგიგია. ანუ ხალხსა თქვენ გააქვს თუ შეიძლება თავრობაზე ერთი წამი, თავრობაზე რას ლაპარაკო, თმენის ვალდებულება გაქვს ეს რაღაცა ზედმეტი არ მოგივიდეს და აი ხალხი ზის და მე ცოტა როგორი რაღაცა იცი? აი რამე გააკეთეთ. აი ეს ნათქვამი, აი რამე გააკეთეთ. აი მაგალითად მიგრაცია რამე გაბიჭო. მე მაგალითად არ უსმენ ადამიანს რომელიც გეუბნება გააკეთეთ, გავაკეთოთ, რომელაპარაკება, ეგ კიდე არა უსმენს. გავაკეთოთაც იყოს, კაცო, იყოს. აი დავალებას რო გაძლევს და თვითონ რო არაფერ შუაში არა, ეგეთი ხალხის აზრი მე ზოგადად არ მაინტერესებს. აი მეორე საკითხია რა, გავაკეთოთ თქვას იმასაც ხო უნდა უთხრა. ჯო, აი ამ პირობებში ხა რა უნდა გააკეთო, მარტივ კი არ არის, კაცო. მთავრობამ ხალხს აუკრძალა თავის გინება, ოღონ იმას აქვს უფლება მთავრობის გინების. ისა ხალხის გინების. და პრობლემა არა აქვს. და ხალხი ტაშს უკრავს. ხალხი ტაშს უკრავს და ეხლა მაგ ხალხს როგორ უნდა აუხსნა? აი რაღაცა მოქმედება როა საჭირო. ადვილი კი არ არის, კაცო. ეგ არის ძალიან რთული. ჩვენი ამოცანა არის რაღაცები ავხსნათ და იმდენმა გაიგოს უკვე რომ მოქმედებაში წამოყვეს, თორე ეხლა თუ დავიძახეთ რომ ხალხო წავედით ეხლა აიქი და მოვიხედეთ და ხუთი კაცი დგას უკან, არაფერი არ გამოვა და ჩვენ ეხლა გვიდგას ძალიან ჩვენ ქვეყანას უდგას ძალიან მძიმე მდგომარეობა. ჯერ სამწუხარო და ეხლა გულანთებული ხალხი კი წერს რაღაცა გავაკეთოთ, რაღაცა ასაკეთებელი, ხალხო ცოტანი ვართ მასეთე, ბევრი კი არა ვართ. ბევრს კი არ ესმის მაგალითად, რომ შეურაცხყოფელია ეგეთი მდგომარეობა, მთავრობამ თავისი გინება ააკრძალა. რელიგიის შეურაცხყოფა და გინება ვერ ავაკრძალინეთ და ხალხის გინება დაშვებულია. ეგ რო შეურაცხყოფელია და მაგას რო ვერ იგებს ბევრი, ეგ არის ჯერ რთული მდგომარეობა და ძალიან ბევრი გვაქვს ასახსნელი. ეხლა არის ეგ პრობლემაა ჩვენ წინაშე. ჯერ უნდა საკმარის აუხსნა და საკმარის გავაგებინოთ, რომ მობილიზაცია და მოქმედება ნამდვილი რეალური გამოსავალი არის ბევრი. მიამოტო მუსაში არის ეგეთი ძალიან ცნობილი იაპონელი ფარიკაობის სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი და ეგეთი ტრაქტატი აქვს საბრძოლო ხელოვნებაზე, 5 ბეჭდის წიგნი დაწერილი რა. კლასიკად ითვლება და მანდ არის ეგეთი ციტატა, რომ ჯობია იყო მეომარი ბაღში, ვიდრე მებაღე ომში. და აქ როგორი სიტუაცია გვაქვს, იცი? ყველა ამბობს, რომ თვითონ მებაღე იქნება, მაგრამ თან დიდგორი უნდა მოვიგოთ რა. და არ გამოვა ხალხო ეგრე რა. ანუ თქვენ უნდა გააცნობიეროთ ერთი რაღაცა. სანამ თქვენ არ გადაწყვიტავთ, რომ ამისთვის არის საომარი, საბრძოლო და თქვენ არ გადაწყვიტავთ, რომ თქვენ უნდა გახდეთ მებრძოლები, სანამ საკითხი ისე ედგება, რომ აი მე მებაღე ვარ, კაცო, აგერ ყვავილებს უნდა მოუარო და შენ მიდი, მომიგვარე, მანამდე არაფერს არ ეშველება. ომი თუ არის და თუ ბრძოლა არის და ქვეყანა გადასარჩენია, მაშინ მებაღე ვერ იქნები. თუ დიდგორი არის მოსაგები, მაშინ უნდა გააცნობიერო, რომ მეომარი უნდა იყო. და მებაღეობა თუ გინდა, ბაღი გვექნება, აი ვიდეოები რაც გაჩვენეთ ეგეთი. საკაიფო მუსულმანური ბაღი. ათაშორის არისტოტელესაც კარგი ეგეთი ციტატას ვაკეთებ, ეგეთი ნათქვამი აქვს, რომ
საერთოდ ყველაფერი რაც ხდება უმრავლესობის ნებით. ყველაფერი ყოველთვის ხდება, ყოველთვის. რაც ყობაც არ უნდა იყოს. რაც ყობაც არ უნდა იყოს, უმრავლესობა არასაკმარისად არის წინააღმდეგი და არასაკმარისად პრობლემად მიიჩნევს მაგას იმისთვის რომ ეგ არ მოხდეს. მაგითო ხდება. ანუ უმრავლესობის დაშვებით ხდება ყოველთვის რაღაცა. და ეგ არის აბსოლუტურად ეგრეა. და მაგიტომ არის როცა ვიღაცა იძახის რომ რამე გააკეთეთ, თუნდაც გააკეთეთ თქვას, თუნდაც გავაკეთოთ თქვას, ზუსტად მაგით ვარ დაკავებული მეგობრებო. ზუსტად ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც აკეთებს. ზუსტად რამეს რო აკეთებს, ეგ ხალხი ვართ და უნდა შემოგვიერთდეთ. უნდა შემოგვიერთდეთ და მეტნი გავხდეთ. ეგ არის გამოსავალი თორე თუ ასე ასეთი სურათი თუ წარმოვიდგინეთ ახლა ვიღაცა ასე დგას და სავარძელში და გააკეთეთ რამე და გადაბრუნდა და დაიძინა, ხო? ეგრე დროზე გამიკეთე რამე. ხო, დროზე. რას მიკეთე? მოდი როგორი რაღაც. რას მიკეთე? რამე გამიკეთე. ხო და რამეს გაკეთება, მეგობრებო. ძალიან თან ეს არ არის მართლა ახლა დიდგორი მაგალითი მე რატო არ მომწონს იცი? დიდგორს რო ვითხოვდეთ. კიდე მესმის ვიღაცა რო სკეპტიკურად იყოს, რავი, ახლა თქვენ შეიძლება ვიღაცამ გითხრას, რომ თქვენ ახლა დიდგორს ვერ მოიგებთ და არ მჯერა შენი, მაგრამ არ გვჭირდება, აი რაღაც დიდგორის ის კი არ გვინა მაგალითი. აი უბრალოდ რა პრობლემებით გაწუხებს, აი რა თემებით გაწუხებს, მაგალითად უცხოელებით გაივსო ქვეყანა, ხო? რომელი პოლიტიკური ძალაც მაგ თემას ეხმაურება, იმას დაუჭირე მხარი. რომელი პოლიტიკური ძალაც მაგ პრობლემას პირიქით იწვევს და პირიქით აღვივებს, იმას ნუ დაუჭერ მხარს უბრალოდ.